Independence Avenue Media არის ახალი მედია ორგანიზაცია, რომელიც ჩემს ამერიკის ხმაში ჩემს ყოფილ კოლეგებთან ერთად დავაარსეთ და მიზანი არის ის, რომ ამერიკის ხმის ვთქვათ, გაჩუმების თუ არარსებობის შედეგად გამოწვეული რაღაცა ჩავარდნები შევავსოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამის გამო ვართ ორ ენაზე ამ ეტაპზე, თუმცა შემდეგ ვაპირებთ დავამატოთ რეგიონის სხვა ენებიც ასევე. 4 ივლისს გავედით ეთერში, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ ძალიან ახლები და ძალიან პატარები ვართ, თუმცა სამომავლო დიდი გეგმები გვაქვს. და ეს არის დიდი მადლობა მე ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან მნიშვნელოვანია სანდო მით უმეტეს აი ამ გუნდისგან, რომელსაც ჩვენ ძალიან ვენდობით და ძალიან მნიშვნელოვანია სანდო გადამოწმებული, სიღრმისეული, საფუძვლიანი ინფორმაცია, ასე რომ მე აუცილებლად ვიქნები თქვენი მაყურებელი მკითხველი. მადლობა და მიზანი არის ის, რომ შეერთებული შტატები უკეთესად განვმარტოთ ჩვენი აუდიტორიებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამდენი გლობალური მასშტაბის მოვლენა ხდება, შეერთებული შტატები ასე აქტიურად არის, რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართული და იმისი გაგება თუ იმისი განმარტების მიცემა კიდევ ერთხელ თუ რა ხდება და რატომ ხდება ვაშინგტონიდან და თეთრი სახლიდან ის რაც ხდება, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი საბოლოო ჯამში, განმარტოთ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ხალხისთვის. ასე რომ დიდი მადლობა. შემოგვიერთდით, ვართ ყველა სოციალურ ქსელში, YouTube-ზე რა თქმა უნდა, ვებგვერდი როგორც გითხრათ არის ორენოვანი, ასე რომ რაღაცას ინგლისურად თუ ნახავთ, ასევე გადადით და ქართულადაც იქნება ეს. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მე მინდა ვისაუბრო ელჩთან ინტერვიუ შედგა რადიო თავისუფლების, ძალიან საინტერესო იყო რამოდენიმე ნაწილი ამ ინტერვიუდან და ეხლა ვსაუბრობდით ზუსტად თინა ხიდაშელი იყო ჩვენი სტუმარი და მართლა ძნელი არ დაეთანხმო მას, რომ სავარაუდოდ გარდა იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ აი ამ წერილის შესახებ, რომელიც აი რაღაც უცნაური აუდიენციის შესახებ, რომელიც ქონია მცდელობა ქართულ ოცნებას ტრამპთან, მაგრამ ეს მოვისმინეთ საჯაროდ, როგორც ჩანს ეს უნდა მოგვესმინა ჩვენ აი ამას რატომ, როგორ ფიქრობ, რატომ გადაწყვიტა დანიგალმა ამაზე საჯაროდ საუბარი და ნიშნავს თუ არა ეს, რომ შესაძლოა ამ ამბავს გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს და ეს გაგრძელება ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს და ამისთვის შეგვამზადა ელჩმა. ალბათ ვერ გამოვრიცხავთ ვერც-ერთ იმას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ახლა. გაგრძელება სავარაუდოდ იქნება ის არაუშუალო თქვა წერილზე პასუხი, რასაც მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ერთ საღამოს დაჯდა და ეს წერილი. არა, ცხადია. თეთრ სახლში სახელმწიფო დეპარტამენტში ეროვნული უშიშროების საბჭოში დარწმუნებული ვარ ამ წერილზე იციან და როგორც ელჩმა თქვა, არც ისე კარგად მიიღეს ეს წერილი გამომდინარე მის შინაარსიდან. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიცით ამ წერილის შინაარსი, თუმცა ის რომ ის იყო რაღაცა მუქარის ტონის შემცველი, როდესაც ამას დიპლომატიური პრეზიდენტის დიპლომატიური წარმომადგენელი ამბობს ქვეყანაში, ამას უკვე თავისთავად ძალიან დიდი ძალა აქვს და ეს არ არის რაღაცა სპეკულაცია. ელჩმა გადმოსცა ის, რასაც ფიქრობს ადმინისტრაცია. ერთი ეს, მეორე რატომ გააკეთა ეს განცხადება, ვფიქრობ ამის ერთი ყველაზე დიდი მიზანი იყო ის, რომ უბრალოდ ქართველი ხალხისთვის ან აუდიტორიისთვის ელჩს ეთქვა ის, რომ ეს მცდელობა, რომ თითქოს შეერთებული შტატების მხრიდან არის ახლა ნაბიჯი გადასადგამი იმისთვის, რომ ურთიერთობები გამოსწორდეს ორ ქვეყანას შორის, სინამდვილეში ასე არ არის, რომ შეერთებული შტატები ძალიან მარტივ გზას სთავაზობს ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. და ეს არის პირველი არის ის, რომ უბრალოდ შეწყდა შეერთებული შტატების წინააღმდეგ ეს რაღაცა მტრული ნარატივი. ანტიამერიკული რაც ხშირად ახსენა. და ასევე მან ასევე რა თქმა უნდა ისაუბრა deep state-ზე და თქვათ არ ვიცი რაღაცა ომის პარტიაზე თუ აი რაღაცა ეს ხელოვნურად შექმნილ რაღაცა მოვლენაზე თუ რაღაცა არც ვიცი რა დავარქვა მართალი გითხრათ და ფაქტობრივად პრეზიდენტ ტრამპის
ელჩს არ აქვს მნიშვნელობა ეს ელჩი ვინ დანიშნა, თვითონ განიგანმაც თქვა ეს, რომ ის წარმოადგენს და ახასრულებს პრეზიდენტის სურვილებს და პოლიტიკას ნებისმიერი ელჩი ასეა. ფაქტობრივად ამ ადამიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არის deep state-ის წარმომადგენელი, რაც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ ნაწილს ჩვენი აუდიტორიისა ბოლომდე არ ესმის, რას ნიშნავს ზოგადად ეს deep state-ი. და ეს პირიქით ხელსაყრელი ხომ არ არის ზუსტად ალბათ პროპაგანდისტვის რაღაც ბოლომდე არ უნდა გესმოდეს, ასე მუშაობს როგორც ჩანს პროპაგანდა. არა, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არ არის, კი ბატონო, რომ და ომის პარტია, ვთქვათ, აქ შეერთებულ შტატებშიც კი არის ხოლმე ამაზე საუბარი, როდესაც ვთქვათ, რომელიმე რადიკალური მხარე ან მარჯვნივ ან მარცხნივ საუბრობს, ძირითადად მაინც ულტრამემარჯვენეები საუბრობენ ამაზე. თუმცა ისინი არ გულისხმობენ არანაირად პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს ამაში. ამაშია ყველაზე დიდი განსხვავება აქ, რომ მაშინ, როდესაც ვთქვათ, როცა ხდება ხოლმე საქართველოში გამიგია შედარება, რომ აი პრეზიდენტი ტრამპიც ასევე ბრძვის deep states. ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის, აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, როგორც ეს პროპაგანდის მიერ არის წარმოჩენილი იქნება იქ რუსეთში, უნგრეთში, საქართველოში თუ სადმე სხვაგან. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს იმას, რომ არარჩეულმა ადამიანებმა არ უნდა განსაზღვრონ, შეაფერხონ ან შეანელონ არჩეული პრეზიდენტის მიერ შემუშავებული პოლიტიკა და აი ამ ბიუროკრატიას ეძახის ის deep states. მაშინ, როდესაც პროპაგანდისტული მიზნებით როცა ხდება შეერთებული შტატების წარმომადგენლებზე, როგორც deep state-ზე ისე საუბარი, მაშინ ისინი გულისხმობენ მთლიანად ქვეყანას და არა მხოლოდ, რა ვიცი, არა მხოლოდ ინდივიდუალურ ადამიანებს. ანუ ეს აცდენა მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აცდენა თუ განსხვავება იმაში, როგორ გამოიყენება ტერმინი შეერთებულ შტატებში, რაც გამოიყენება და მას აქვს განსაზღვრული, ყველა მიცის რას ნიშნავს deep state შეერთებულ შტატებში, მაგრამ პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებული ცნება deep state-ი ადამიანებისთვის უბრალოდ გაუგებარია, იმიტომ რომ არავინ იცის. კი ბატონო. ია, აუცილებლად მინდა კითხო ასევე ზოგადად საუბარი იყო ივანიშვილზე, როგორც ქვეყნის მმართველზე. ეს არაფერი უცხო არ არის ჩვენთვის საქართველოში მყოფი ჟურნალისტებისთვის თუ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებისთვის თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით ვინ მართავს ამ ქვეყანას, მაგრამ ელჩის მხრიდან ჩვენ არ ვართ ხოლმე მიჩვეული მსგავს რიტორიკას, როდესაც ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რომ ყველამ კარგად იცის ვინ მართავს ქვეყანა, იმიტომ რომ იქ იყო ჟურნალისტის ნინოს კითხვა იყო, რატომ უნდათ რომ შეხვდნენ მაინც და მაინც ივანიშვილს და არა კობახიძეს, როგორ შეაფასებ ელჩის აი ამ ინტერვიუდან აი ამ ნაწილს, რას ნიშნავს ეს? ჩემთვის ეს რასაც ნიშნავს შეფასება არც ალბათ სხვადასხვა მხარე სხვადასხვა აქვს ამის, მაგრამ ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ელჩმა უბრალოდ ხმამაღლა თქვა ის, რაზეც როგორც შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, რა ვიცი, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ინსტიტუციაში თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ანუ ეს ხომ არ არის დამალული ფაქტი. რომ კი ქვეყანას აქვს რაღაცა სტრუქტურა, რომელიც, რა ვიცი, იქნება ეს პარლამენტი თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელი თუ მთავრობის ხელმძღვანელი, როგორც არის განაწილებული ეს პრემიერი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში ამ სტრუქტურებზე მაღლა დგას, რომელსაც შეუძლია ამ ადამიანების დანიშნვა თანამდებობაზე ან მათი გაშვება. ეს ალბათ არ არის არავისთვის გასაკვირი და რაღაცა თითქოს შევეჩვიეთ იმას, რომ ეს ასე არის. უბრალოდ, როდესაც ელჩი ამბობს ამას, ხდება უფრო რაღაცა გაცხადება იმისა, რომ ყველასთვის გასაგებია ის, აქამდე თქვა თუ ხმამაღლა არ საუბრობდით, ეხლა უკვე თქვათ ესე კარგი შალა და ელჩმა თქვა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის იყო ეს რაღაცა წერილი თუ საპასუხო გზავნილი, გაგზავნილი, იმის გამო, რომ ის არის ამ ინსტიტუციების ზემოთ და
არ არის ვთქვათ მასია ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებული ქვეყანაში. და როგორ შეიძლება აღქმული იქნას ზოგადად საქართველოს, აი ეს წერილი, აი ზოგადად ფართო კონტექსტში რომ შევხედოთ, მე როცა კითხეთ ია თქვენ რომ აი რა მოსალოდნელი, რა შეიძლება ველოდოთ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ცხადია ახლა არ გულისხმობ რომ ტრამპი ადგება და წერილს მისწევს კობახიძეს, ალბათ ამის მოლოდინი ნაკლებად მაქვს, მაგრამ ზოგადად როგორ შეიძლება იქნას აღქმული საქართველო თავისი წერილით, თავისი ანტიამერიკული განცხადებებით, 8 პოლიტიკური ფიგურით, რომელიც არის დაკავებული და სხვათა შორის აი ეს წუთებია დასრულდა მოსმენა, მათ შორის ევროპარლამენტის საუბრობდა და ისმოდა სულ გვარები პოლიტიკოსების, ვინც არის დაკავებული და მზიამაღლობელი სხვათა შორის, აი და მეგობარი აქტის წინ ვართ, ანუ მეგობარ აქტს ველოდებით, ქმნის თუ არა მეგობარ აქტამდე, აი ეს ყველაფერი ერთობ რაღაც არ ვიცი, მნიშვნელოვან კონტექსტს, რომ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა იქნება მიღებული და პოლიტიკის შემუშავება რაღაც მომენტში დასრულდება. ეს გვახსოვს ჩვენ ბაიდენიდან დაიწყო იმუშავოთ პოლიტიკას, ახლა გაგრძელდა ესე ვიმუშავოთ. რაღაც მომენტში მივალთ რა თქმა უნდა სადღაც კულმინაციამდე, როდესაც იქნება შემუშავებული პოლიტიკა. ამას რთულია აქედან თქმა იმისა, რომ ჩართულობა გაიზრდება საქართველოსთან თუ მოიკლებს თუ არ იქნება საერთო ჩართულობა, ეს უბრალოდ არ ვიცი. ერთი რაც ყველას მხრიდან ვინც რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე ამ წერილზე ინტერვიუს შემდეგ ელჩთან. და თითქმის ყველასგან ისმის შეფასება, რომ ეს უბრალოდ სერიოზულ სახელმწიფოებრივ ნაბიჯად არ იქნება აღქმული შეერთებულ შტატებში. ეს არის ის რაღაცა სამწუხარო ძალიან ზოგადი დასკვნა, რომელიც კეთდება, რომ იმ ფონზე, როდესაც რა ვიცი, გლობალურ პრობლემებზე რომ მოუყვეთ ის, რომ ჩინეთთან ურთიერთობა, ირანი, რა თქმა უნდა, ღაზა, უკრაინა, ინდოეთი, პაკისტანი, რა ვიცი, რამდენი ერთი ჩამოთვალო, შიდა უამრავი თემა, რომელიც მიდის და ამ დროს ქვეყანა, რომელიც ერთ დროს მიჩნეული იყო ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად, გლობალურად და ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში, ეს ქვეყანა რაღაც მუქარის ტონით თუ ესაუბრება შეერთებულ შტატებს, მაშინ, როდესაც მსოფლიოში ფაქტობრივად გადალაგება ხდება ძალთა ბალანსის, უბრალოდ სერიოზულად არ იქნება ეს აღქმული. მე ამის შიში და ესეთი შეფასება ყოველ შემთხვევაში არაერთი ადამიანისგან გავიგე, ეს რაც სამწუხაროა. მეგობარი აქტს რაც შეეხება, ის როგორც ვიცით, კონგრესში გასულია და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულია უკვე. ახლა სენატში არის მოლოდინი იმისა, რომ მალე ჩაჯდება ეს განრიგში ზის უკვე, მაგრამ თარიღი არ გვაქვს და არის მოლოდინი გამომდინარე იქიდან, რომ გამოთავისუფლდა ერთგვარად მოსმენების განრიგი, გამომდინარე იქიდან, რომ კონგრესმა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის ეს ძალიან გრანდიოზული, ძალიან დიდი ეს big beautiful bills, რასაც ეძახის. ანუ ამაზე მოლაპარაკებები დასრულდა და ეხლა არის უკვე მოლოდინი, რომ ის სხვა დანარჩენი თემები, რომლებიც იყო შეტანილი განხილვაზე, მათ უფრო მეტად მიექცევა ყურადღება დაჩქარდება რაღაც. კი ბატონო. მეგობარი აქტი საბოლოო ჯამში აჩვენებს იმას, რომ თუ არის რაღაც ადმინისტრაციაში ესეთი უცნაური დამოკიდებულება თუ არაბოლომდე მიმღებლური დამოკიდებულება საქართველოს პოლიტიკური ელიტის მიმართ დღეს, მაშინ მეგობარი აქტის დამტკიცების შემთხვევაში სანქციები და სხვადასხვა ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია მასში, სავარაუდოდ მას ადმინისტრაციის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვდება. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, იმედია კიდე გვექნება მანამდე შესაძლებლობა